განსაკუთრებულად ხაზგასასმელია და განსაკუთრებულად დასახასებელია ვიდრე გამორჩეული თვალსაზრისით, რომ ჩვენ შევასრულოთ. ეს არის ალბათ პროგრამას ახორციელებს წლების განმავლობაში და ვიზიების წარმატებები რაც საქართველოს ჯანმრთელობას in the region, and many indicators in Georgia are higher than the European average. Molecular diagnosis of the new ჩვენ აღნიშნავთ ტუბერკულოზთან ბრძოლის დღეს, რომლის მთავარი მიზანიც, ამ აღნიშვნის მთავარი მიზანიც გახლავთ იმის გააზრება, თუ რა წარმატება გვაქვს ამ დრომდე ქვეყანაში, როგორია სამომავლო გეგმები და რა თქმა უნდა ჭხელი შეუწყოთ ცნობიერების ამაღლებას იმ მიმართულებით, რაც არის წლევანდელი ალბათ მთავარი სათქმელი საზოგადოებისთვის. ეს არის პრევენცირებადი ერთის მხრივ და მეორეს მხრივ განკურნებადი დაავადება. ეს არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი. სახელმწიფოს, ჩვენ სახელმწიფოს აქვს ბოლო წლების განმავლობაში არაჩვეულებრივი რეზულტატები, საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა ქართული ჯანდაცვის სისტემა ამ დაავადებასთან, ამ ვერაგ დაავადებასთან ბრძოლის საქმეში და გვაქვს ეს წარმატება, რომელიც რა თქმა უნდა საჭიროებს შემდგომ განვითარებას, შემდგომ გაუმჯობესებას. საქართველოში ტუბერკულოზის კლების სტატისტიკა გვაქვს და შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ისტორიული მინიმუმი დაფიქსირდა ტუბერკულოზით ავადობის 1337 შემთხვევა გახლავთ ფიქსირებული 2023 წლის მონაცემების მიხედვით, როგორც ჯამდება ეს წელი, ხოლო 100,000 სულ მოსახლეზე 35 შემთხვევაზე ჩამოვედით, როდესაც საუკუნის დასაწყისში 150-საც კი აღწევდა ეს ციფრი. პროგრესი არის, მაგრამ არის რჩება გამოწვევა. ეს არის ტუბერკულოზის წამალგამძლე, ეგრეთ წოდებული რეზისტენტული ფორმები და მასთან ბრძოლას ახორციელებს ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სკრინინგის პროგრამებს, რომლებიც ტარდება ქვეყანაში, სწრაფი დიაგნოსტიკა, შემდეგ აი კურნალობის რეჟიმები ქვეყანაში ახლა ხელმისაწვდომია მოკლე რეჟიმები, რაც აი აადვილებს დამყოლობას პაციენტებისა ამ რეჟიმებისადმი და ყველაფერი ეს გვაძლევს იმის, ასე ვთქვათ, რწმენას, რომ შევძლებთ რაც არის დაგეგმილი მსოფლიო მასშტაბით 35 წლისათვის იმ სამიზნეების მიღწევას. ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებები აქვს ჩვენს ქვეყანას ტუბერკულოზთან ბრძოლაში. ისევე როგორც იცით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ მალარიისგან თავისუფალი ქვეყანა გამოაცხადა, იცით რომ ძალიან დიდი წარმატებები გვაქვს C ელიმინაციის ფარგლებში და მთელ მსოფლიოში არის ცდილობა იმისი, რომ დედამიწა იყოს თავისუფალი ტუბერკულოზისგან. ამას ჩვენთან ქვეყანაში კიდევ რამოდენიმე წლის წინ დავიწყეთ სახელმწიფო პროგრამები, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა ადამიანისთვის, სკრინინგი და დაწყებული დიაგნოსტიკით, მკურნალობით დასრულებული და შემდეგ მონიტორინგით, ეს ყველაფერი ხელმისაწვდომია